საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. რადიო იმედზე. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ეთერშია გადაცემა სოცდისკუსია. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა კი დედაქალაქის სოციალური პრობლემებია. სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. რა ახალი ინიციატივები და გეგმები აქვს საკრებულოს, როგორ გეგმავს უმრავლესობა ამ ინიციატივების განხორციელებას, ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებს ჩვენი სტუმარი უპასუხებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ჯაბა სამუშია. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრები უცვლელია 292 11 99 292 11 88. შეგიძლიათ ასევე მოგწეროთ ჩვენი Facebook-ის გვერდზე, ჩვენი მისამართია სოცდისკუსია რადიო იმედი. გამოგზავნეთ ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 9778. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს. მოგესალმებით ბატონო ჯაბა, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში და პირველი შეკითხვა ასეთი მექნება. შეიცვალა რეალობა ქალაქს საკანონმდებლო ორგანოში, ახალი რეალობას მოყვა ახალი უმრავლესობა, რომლის წევრიც ხართ თქვენ. რა სიახლეები განახორციელეთ ამ მოკლე ვადაში? მოდით თავიდანვე მინდა უბრალოდ ერთი რამ განსაზღვროთ, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში არის შექმნილი ახალი უმრავლესობა, მოგეხსენებათ საქართველოში არსებული კანონმდებლობით ქალაქის მერია აკომპლექტებს ქალაქის მერი და შესაბამისად ქალაქის მერი გიგულავა როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ქალაქის მერია დაკომპლექტებული აქვს მას თავისი გუნდით და შესაბამისად ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ ქალაქში ფლობენ წამყვან პოზიციებს. სამწუხაროდ ქალაქის მთავრობა, მემხედველობაში მაქვს ამ შემთხვევაში საკრებულოს და მთავრობის ურთიერთობა, ქალაქის მთავრობის დაკომპლექტებაში საკრებულო ვერ იღებს და მონაწილეობას, კანონი ამას გვიგზავნავს ჩვენ. ამიტომაც ჩვენ მხოლოდ ინიციატივებით შემოვიფარგლებით და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ძალით რაღაცა გავიტანოთ. როცა ეს ეხება მხოლოდ ამ ბიუჯეტის თემას. მთლიანობაში ის ინიციატივები, რომელიც აქვს დღევანდელ უმრავლესობას და შესაბამისად აქვს ქართული ოცნების კოალიციას, სამწუხაროდ ქალაქში ასე აქტიურად ვერ ხორციელდება, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ გარკვეულ საბოტაჟსაც კი ეწევა და ამის კონკრეტულ ციფრებზეც შემიძლია დღეს მოგახსენოთ კიდეც და ბუნებრივია საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს, რეალობა უნდა იცოდეს, ის თუ რამე არ კეთდება ქალაქში, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ არის იმ საბოტაჟის ბრალი, რაცაც ქალაქში ატარებდნენ. ორი თვე არის ფაქტობრივად დარჩენილი, არც კი დღეს რიცხვით 12 ნოემბერი, ანუ ორი თვეც არ არის წლის ბოლომდე დარჩენილი და ქალაქის ბიუჯეტში არის თანხა 177 მილიონი დაუხარჯავი თანხა ქალაქის ბიუჯეტს. ეს რას უნდა მოხმარებოდა ბატონო ჯაბა? ეს უნდა მოხმარებოდა უამრავ სხვადასხვა პროექტებს, რომელიც განხორციელებაც რატომღაც არ მოხდა. თქვენ იცით, გულავას მთელი ამბავი ატეხილი იმაზე, რომ თურმე ფინანსთა სამინისტრო მომავალი 2014 წლის ბიუჯეტში თანხები დაგვაკლოვა, კი არის მოცემულობა, ალბათ ნაშთის სახით შესაძლებელია მომავალ წლის ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა იქნეს გადატანილი. რატომ? იმიტომ რომ მთელი რიგი პროექტები არ განხორციელდა. მათ შორის მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც ჩვენ გულისხმობთ, ეკონომია, რომელიც დარჩა სხვადასხვა ტენდერებით, ის უნდა განაწილოს სისტემა, იგივე სანიაღვრე სისტემა, იგივე გზები. თქვენ იცით რომ და გახსოვთ ალბათ საარჩევნო პერიოდებში როგორი პიკი იყო ხოლმე გზების მშენებლობებისა და ამის მსგავსი. სამწუხაროდ ესეთი პროექტები უკვე შეასუსტა ქალაქის მერიამ წყალებში. გამოვიდა ამას წინათ ამდენიმე დღის წინ და მან განაცხადა რომ გარკვეული დიდი პროექტები, რომლებიც თბილისში გზის მშენებლობა შეეხებოდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იყო შეჩერებული და ეს არ არსებობს ესეთი, მოდით ასე ვთქვათ, არ არსებობს ასეთი, გავუმიჯნავთ. ეს ფული არის ხალხის, თბილისის და სახელმწიფო ფული. როცა არსებობს თანხა თბილისის ბიუჯეტში და მე გითხრათ, აგერ 177 მილიონია, იმიტომ შემოვიდა ეხლა ხანს შესრულება, ასე ვთქვათ,
ქალაქის ბიუჯეტის შესრულება წლის ბოლოს შემოდის ხოლმე და იქიდან კარგად ჩანს, რომ რა თანხა არის ნაშთად დარჩენილი, ხო? ამ თანხებით უნდა განხორციელებულიყო უამრავი პროექტი, რომელიც ასე ვთქვათ, განხორციელებაც იყო ჩადებული სწორედ წლევანდელ წელს, მაგრამ სამწუხაროდ რატომაც ეს პროექტები არ წარმოებდა. განსაკუთრებით აი წლის დასაწყისში მე მინდა იგივე თბილისელებს გავახსენოთ. თითქმის მაისამდე ფაქტობრივად გზის დაგების და გზების რეაბილიტაცია არ წარმოებდა. უცებ გაჩნდა და გაგვახსენდა ის პერიოდი, როდესაც ორმოებიანი გზები იყო ხოლმე, ხო? და რეალურად რასაც შეხედავთ, ნახავთ რომ ეს არ არის ის პოლიტიკა, რომელზეც ამდენი წლის მანძილზე ნაცმოძრაობა ეძახდა. რატო? იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებას უნდა საგანგებოდ, უნდა ნაცმოძრაობამ შეუქმნას ისეთი გარემო, რომ თითქოს აი არ კეთდება არაფერი. არა და ეს არის ხელოვნურად შექმნილი. ჩვენ პირიქით მოუწოდებდით ქალაქის მერს რომ დაეწყო. ამის ძალიან კაი მაგალითია, მაგალითად ბაღებთან დაკავშირებული თემა. აგვისტოში თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება და საკმაოდ დიდი თანხა, რამდენიმე მილიონი გამოიყო იმისათვის, რომ თბილისის ბაღებში განხორციელებულიყო გათბობის სისტემის მოწყობა. თქვენ იცით, რომ დამონტაჟებულია ეგრეთ წოდებული კარმის სისტემა ბაღებში. ჩვენ ვთვლით, რომ ცენტრალური გათბობა, ანუ ის ცენტრალური გათბობას გულისხმობს, ასე ვთქვათ, ლოკალურად ერთ ბაღს რომ აქვს ცენტრალური გათბობა, რაღაცა სპეციალური შენობა უნდა აშენდეს, იმიტომ რომ ბაღი მაინც არის სპეციფიკური დაწესებულება და ბავშვებს, რა თქმა უნდა, რომ ბავშვები უნდა იყვნენ აბსოლუტურად დაზღვეული აქედან, პატარა საქობე სისტემით გაკეთდეს და ქონდეთ ასე ვთქვათ ცენტრალური გათბობა. ამისათვის ჩვენ გამოვყავით საკრებულომ კონკრეტული თანხა. დაევალა ქალაქის მერიას, მე აქ მინდა ხაზი გავუსვა ეს ზედა ასე ვთქვათ კეთილმოწყობის ღონისძიებებით უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული მშენებლობები და დღემდე ეს არ არის გაკეთებული. რამდენი გავიდა? გასულია ფაქტობრივად გასულია სექტემბრის, ოქტომბერი, ორი თვე ტენდერია გამოცხადებული. აი ეს არის თქვათ ზოგადი ასე ვთქვათ მათი ისა ტენდერია გამოცხადებული. მაშინ როდესაც თქვენ კარგად იცით რომ ზამთარი მოვიდა და უკვე ჩართულია, ხო? არავის არ შემოწმები იგივე ის კარმის სისტემები. მე მაინც მაგალითად ვთვლი რომ ისე დაწესებულებებში, როგორც არის სკოლები, როგორც არის ბაღები, არ შეიძლება მსგავსი სისტემების არსებობა, იმიტომ რომ შესაძლებელია ერთი პატარა რაღაცა შეცდომა ხო იქ ამხელა ვთქვათ შეიძლება ტრაგედიამდე მივიდეთ. ამიტომაც როცა შესაძლებელია და სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, მან უნდა ეს შეასრულოს. მით უმეტეს თანხა ჩვენ უკვე ჩადებული ქონდა ამაში, არ განხორციელდა. არის კიდე სხვა უამრავი ესეთ ფაქტის მოტანა შეიძლება პირდაპირ არის ამაზე ნიშანი, რომ გარკვეული საბოტაჟთან ქონდა ჩვენ საქმე. თანხების ხელოვნური გაზრდა. აი დღეს დღეობისათვის მიდის ამის მოკვლევა, მე არ გავუსწრებ მოვლენებს. სერიოზული ეჭვები არის ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებში დახარჯულ თანხებზე. ძალიან სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ აღნიშნულ სფეროში გარკვეული კარგად ორგანიზებული, ესე ვთქვათ, კრიმინალური ჯგუფი მუშაობდა, როდესაც ხელოვნურად ზრდიდნენ შესასრულებელ სამუშაოებს და შესაბამისად სახელმწიფო გარკვეულ სამუშაოებზე ორჯერ მეც იხდიდა ვიდრე არსებობდა. ესეც არსებობს. მაგრამ ჩვენი მსმენელი კალვადო თამარ ძალიან მარტივ შეკითხვას დასვავს. თქვენ რას აკეთებთ? სამწუხაროდ ის კანონმდებლობა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა წლების მანძილზე თავის თავზე მორგებული, მე არ მაძლევს იმის საშუალებას, იმაზე მეც ვიდრე ახლა მე გამოვდიოდ და ვიძახდე და საუბრობდე. იმიტომ კანონია შესაძლებელი ამის ინიციატივა ჩვენ გავაკეთეთ. დიახ, ამასაც ჩვენ ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ, თუმცა მანამდე თემა, რომელმაც დედაქალაქის მერის აღშფოთება გამოიწვია, თქვენ უკვე აღნიშნეთ ამხანაგობის შესახებ. ამით მას სილა გააწნეს უამრავ თბილისელს, რომელიც კორპუსში ცხოვრობს, რომელსაც პრობლემები აქვს და რომლის პრობლემების ეფექტური მოგვარების საშუალება არ არის. განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგოვავა. ეს თემა თქვენ კარგად იცით რაც იყო. თბილისში მთლიანობაში აღრიცხულია დაახლოებით 8000-მდე ასეთი ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა. ამ ამხანაგობებიდან მხოლოდ ნახევარს, ახლა 3800-მდე ადამიანს ეძლეოდა დაფინანსება. და როგორ ეძლეოდა დაფინანსება? ეს გიგი უგილამ შესანიშნავად იცის. ეს შესანიშნავად იცის თბილისელებმაც. ამ ადამიანთა დიდ ნაწილს
შეიძლება აიყვნენ იქიდან რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, საჩვენებლად ყავდათ ხოლმე ნაცმოძრაობას, არ იყვნენ ისინი ნაცმოძრაობის წევრები, იყვნენ ჩვეულებრივად ყოველგვარი ვთქვათ, ამას ვთქვათ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები არ იყვნენ, მაგრამ მათ აძლევდნენ დაფინანსებას. იყო ასეთი საჩვენებლად, მე ერთ-ერთმა ქალბატონმა დამირეკა და მე ვთქვი რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარებს აძლევდნენ მეთქი და მან მითხრა რომ აი მე არა ვარო და ცოტა ნაწყენი იყო, მე აბსოლუტურად ვიზიარებ მის წკრომას, ვინაიდან მე აქ ვიმდე დავადასტო, მე არ ვამბობ, რომ ყველა თავმჯდომარე, ვინც იღებდა იმ 150 ლარს თუ 100 ლარს თვეში, სამ თვეში ერთხელ ეძლეოდა ხოლმე 300 ლარი, ყველა იყო ნაცმოძრაობა. არა, მაგრამ 90% ამ ადამიანებისა იყვნენ პირდაპირ პარტიული დავალების შემსრულებლები, ვინაიდან ახლა ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ამ საქმესთან მეტნაკლებად ახლოს იყო, მათგან გვაქვს ეს ინფორმაცია და ფორმაც არსებობდა, მაგალითად პარტიული გარკვეული ლიდერი, რომელსაც ჰქონდა ურთიერთობა კონკრეტულ კორპუსებთან, ის აკეთებდა სიას და ამბობდა, რომ მაგალითად რომელიღაცა ადამიანი სიტყვაზე, თქვა სამუშია, ხო? არის ჩვენიანი და მას უნდა მივცეთ ჩვენ ეს გარკვეული თანხა. ანუ ეს სია გადაეცემოდა გამგეობას და გამგეობისთვის ეს უკვე იყო გარკვეული დოკუმენტი, ანუ ეს არაოფიციალური მე ის იხევა და იხრებოდა, მაგრამ ეს იყო ეს თქვათ დოკუმენტი, რომელთაც ამ კორპუსის თავმჯდომარეს ვიღაცა ადამიანს, რომელიც ნაცმოძრაობასთან იყო ძალიან დაახლოებული, მას აძლევდნენ აი ამ ასე ვთქვათ წახალისების თანხას. ეს სქემა წლებია მუშაობს. ყველა მიცის ამ სქემის არსებობის შესახებ. იქ იყო 10-15% სპეციალურად გაკეთებული იმ ადამიანებისა, რომლებიც არ იყვნენ ხოლმე პოლიტიკურად, იმიტომ რომ საჩვენებლადაც უნდა ქონოდათ ეს ადამიანები და ყოლოდაც საჩვენებლად და აი ეს სქემა მუშაობდა და ამით ნაცმოძრაობა სახელმწიფო ფულს საკუთარი პარტიული ინტერესებისათვის მილიონებს ხარჯავდა. კონკრეტული დავალება ქონდათ ამათ. დიახ, ამ თემას ჩვენ აუცილებლად გავაგზავნებთ რეკლამის შემდეგ 292-11-92-11-92 შეგიძლიათ დაგვირეკოთ დასვა თქვენთვის სასურველი შეკითხვა რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. სოც დისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. ჩვენ დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუმარია ბატონი ჯაბა სამუშია, საუბრობთ დედაქალაქის სოციალურ პრობლემებზე. ბატონ ჯაბა, გავაგზავნოთ საუბარი ამ ხანაგობის თავმჯდომარებთან დაკავშირებით. კონკრეტულად თუ იცით, რა საქმეს აკეთებდნენ ნაციონალური მოძრაობისთვის ეს ამ ხანაგობის თავმჯდომარეები? ის ამ ხანაგობის თავმჯდომარეები, რომლებიც იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან ინტეგრირებული, ფაქტობრივად მათი პარტიული უჯრედს წარმოადგენდნენ საარჩევნო პერიოდში და თქვენ იცით რომ ეს იდეა სწორედ აქედან წამოვიდა. საარჩევნო პერიოდში ეს ადამიანები ამ ადამიანებს ევალებოდათ მათ კორპუსში მოეხდინათ, დაეორგანიზებინათ ნაცმოძრაობის მომხრე ასე ვთქვათ პიროვნებები. მieყვანათ ისინი კონკრეტულ საარჩევნო ასე ვთქვათ უბანთან, დადიოდნენ სიებით, ვის უჭერთ თქვენ მხარს, აი ამის მსგავსი და ეს იყო ძალიან კაი მექანიზმი ააწყეს, რომელი მექანიზმიც ასე ვთქვათ ნაცმოძრაობას სჭირდებოდა არჩევნებზე. ეს ხო ყველამ ეხა ისეც მე არ ვლაპარაკობ ახალს რა და მე ამიტომ საზოგადოებისთვის მინდა უბრალოდ რომ იყოს ცნობილი ჩვენ ეს თემა თბილისმა ეძებს რასაც ისინი აკეთებდნენ და ამიტომ არ გვინდა იგივე ეს გაგრძელდება არ გვინდა და გვინდა რომ ეს ვთქვათ აი ესეთი ბინათ მესაკუთრებთა ამხანაგობა ზუსტად იმ ფორმით იყოს როგორც იყო უცხოეთშია. ნუ ეს გერმანული მოდელია წამოღებული, რომელიც რაღაც ამხანაგობა ფიქრობს ერთად საკუთარ კორპუსზე და ამ პროექტებში სახელმწიფო ვინაიდან ბევრია სოციალურად დაუცველი, სახელმწიფო თანამონაწილეა ამ პროექტებში და ის ეხმარება. მაგრამ ის რომ ეხლა ბინათ მესაკუთრებთა ამხანაგობა პარტიულ უჯრედად იქცეს, მე არც ვიყავი მომხრე და არც მომავალში არ ვიქნები მომხრე. ანუ თქვენ შეიძლება მისცეთ თბილისის მოსახლეობას გარანტია, რომ ქართული ოცნება ამხანაგობის თავმჯდომარეების პარტიულ ინტერესებს გამო არ გამოიყენებს. გამორიცხულია და თქვენ ამ არჩევნებმა თვალნათი ნაჩვენა. პირველი რომ პოლიცია მთლიანად ჩამოეხსნა, აი თუ დააკვირდებით რამდენი ოპონენტი, რამდენი ადამიანი, ყველაზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. სრული ლიბერალიზაცია მოხდა თემისა. და არც ერთმა ოპონენტმა, რომლებიც გამადიდებელი შუქშით არა,
რა ვიცი 10 გამადიდებელი შუშით უყურებდნენ რომ სადმე დარღვევა ყოფილიყოს ვერ იტყოდნენ ვერავინ იმაზე რომ მოხდა პირველი თქვა პოლიციის ჩართულობა ან სადმე მოხდა თქვა რომელიმე დაყალბება ამ არ შეიძლება პოლიტიკური კულტურა არ აწევს და მე რა არც რომ ჩვენ უნდა წავიდეთ უკვე სხვა მემართულებით რა აღარ უნდა დავამთავროთ რაღაცა ის რაც ჩვენ გვჭირს ყველაფერი არის სწორედ აი ამ ელემენტარულ პოლიტიკურ ბოდიში უკულტურობაზეა დამოკიდებული. როდესაც პოლიტიკოს არ აპატიებს შეცდომას, როდესაც პოლიტიკოს შენ დასჯი და დასჯა რა არის, აღარ აირჩევ მომავალში. ხო? და მას არ მისცემ იმის საშუალებას, რომ ხმა, შენი ხმა გააყალბებინო, ეს არის უკვე სასჯელი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის მაღალი პოლიტიკური კულტურა, რომელიც დასავლეთ ევროპას აქვს. ხა, როგორ შეიძლება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც 9 წელს მანძილზე ამას ჩადიოდნენ, მათ ვინმე შეიძლება ხმა მისცეს. მე მაგალითად მართლა გამიკვირდა, ეს უკვე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, რა თქმა უნდა, მათ არჩევანს ვინც ეს არჩევანი გააკეთა მე პატივს ვცემ, იმიტომ რომ მათ თავიანთი არჩევანი აქვს და ბუნებრივია, მაგრამ მე მართლა გამიკვირდა ის 20% 21% ვინც ნაციონალურ მოძრაობას ხომის. ბატონ ჯაბა, მსმენელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ? დიახ. მოგესალმებით. დიახ, გისმენთ? მე გახლავართ ამ ხანაგობის თავმჯდომარე პენსიონერი კაცი. დიახ. და აი ეს საუბარი ახლა რაც მიყავს ბატონ ჯაბას, არ შეეფერება სიმართლეს. რატომ მე გეტყვით ორი სიტყვით აგიხსნით ამას. დიახ. როდესაც არჩევნები მინდიოდა, ჩემთვის არავის არ უკადრებია არასდროს ასეთ არჩევნებზე შენ ვისაძლებო ხმას და ეს არ უკადრებიათ საერთოდ ჩემთვის პირადად. თქვენ დაფინანსებას იღებდით? დაფინანსებას ვიღებდი 100 ლარს, კი ბატონო. ეს ჩემთვის ბევრ ამას წარმოადგენდა. მე კორპუსში მოხდებოდა ავარია, კორპუსში რაღაცები მოხდებოდა, დღე-დაღამე გარბოდი საქმეს ვაკეთებდი. ხო და რაც შეეხება საარჩევნოდ არჩევნებში 80% ამ ხანაგობის თავმჯდომარეებმა ხმა მისცეს ის ნაციონალურ მოძრაობას კი არ მისცეს ხმა პირიქით ნაციონალურ ის მოძრაობის მაგივრად ოცნებას მისცეს ხმა რატომ ისინი ახლები რომ მოვლენ უფრო მეტ ხერხს გადაგვიხდიან ეს არის სრული ჭეშმარიტება სადაც შემიძლია მე ხარჯზე დავიფიცო ხო და რაც შეეხება კორპუსს თუ არ ეყოლება ვინმე და თუ არ მოუვლის აი ამის ენებზე მოხდა ავარია, ხო და მთელი ღამე დავრბოდი რაღაცა ის გაიჭირა. არავინ არ იყო შელელი და გამოვიზახე. არა, მე თქვენზეა მე ხო თქვი რომ დაახლოებით მივხედე საქმეს. 10-15 მე ხო გითხარით კიდევაც 10-15% არის ადამიანები, რომელიც ზუსტად თქვენს კატეგორიაშია და აბსოლუტურად პატივსაცემი აბსოლუტურად პატივსაცემია ამ ადამიანების პოზიცია, რომლებიც იყვნენ თავმჯდომარეები, მე თქვით კიდევაც თავში და აქვე მინდა ხაზი გაუსვა 8000 ამხანაგობიდან იღებდა ხელფას 4000-მდე ამხანაგობა. ამ 4000-დან დაახლოებით, ანუ ის 4000 დანარჩენი 4000 თავიდანვე არ იყო ყველა კი არა ნაციონალურ მოძრაობის მეგობრებს ვინ ხელფას იღებს ამ 4000-დან დაახლოებით 10-15% კიდე რომ აი ამ კატეგორიაში იყო რომელიც არ აძლევდა ხმას ნაცმოძრაობას ანუ მე არ მithქვამს რომ ამ ხანაგობა თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობის ასე ვთქვათ მიერ შექმნილი და უბრალოდ შექმნილი მისია მაგრამ ნაცმოძრაობის ასე ვთქვათ ის იყო მხარდამჭერი მე ვამბობ რომ ის დაახლოებით 3500-მდე ადამიანი ამ 8000-დან რომლებიც მიოდროულადაც ხელფასაც იღებდნენ იყვნენ ადამიანები რომლებიც იყვნენ ჩართულნი წინასაარჩევნო კამპანიაში თავიანთ კორპუსებში. თუმცა შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ კარგი პროექტია დედაქალაქის სამხანაგობის და თქვი კიდევაც და ამიტომაც გვინდა ჩვენ ახალი წესის შემუშავება და ამ ბატონის და სხვათა გასაგონათაც მინდა აღვნიშნო ეს რომ ჩვენ ტოვებთ იგივე წახალისებას ჩვენ ტოვებთ ოღონდ განსხვავება რა იქნება წახალისებაზე და წახალისება დამოკიდებული იქნება რა გამგებელზე როგორც აქამდე იყო ხა როგორც გონია თქვენ გამგებელზე იყო წახალისება იმ დოკუმენტს გამგებელი აწერდა ხელს და ეხა დარწმუნება იმისა რომ ყველა გამგებელი თურმე იცავდა იმას რომ ნაციონალურ მოძრაობის მოწინააღმდეგებს აძლევდა ეს არ არის მართალი ეს არ არის მართალი მე აქედან ამოვდივარ რომ გამგებელები თუ თქვენ თქვა ამ შემთხვევაში მოატყუეთ ძაღლეთ მაგრამ ამ შემთხვევაში ეს კეთილშობილი ნაბიჯი იყო რომ პოლიტიკურად ხმარი არ დაუჭირდა მაგრამ გამგებელი იყო მთავარი ფიგურა რომელსაც ამ წახალისებებს აძლევდა ამ ადამიანებს და ეხლა თლად და ორი შემთხვევის მაზე მთელი კორპუსის თავმჯდომარეები რომლებიც მართლაც იყვნენ დროში თხელითში ბატონო ჩემო და იბრძოდნენ და ამის მე კონკრეტულ ჰაერზე კი არ გეუბნებით
არსებობს კომისიის წევრთა სიები. ხო არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. კომისიის წევრთა აი ამ სიებში დაახლოებით ჩვენ რაც დავიანგარიშეთ 3000-ზე მეტი. 3000 ნამდვილად შემიძლია. თბილისსა და თბილისში 3000 ადამიანი, უпростоრეთ ზუსტად ციფრს გეტყვით რაღაც 2800 რაღაცა იყო, 3000-მდე ადამიანი იყო ის, რომელიც იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში სწორედ ნაცმოძრაობის მხრიდან და იმავდროულად ეს ადამიანი იყო კორპუსის თავმჯდომარე. ბატონ ჯაბა, კიდევ ერთი მსმენელი ციფრები ხა, ამას ჩვენ ვერცად ვერ გავექცევით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას გარდა ის 5000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც აქ იგულისხმება და რომელიც ეს ბატონი არის ხო? ამიტომაც ეს პროექტი დასარჩენია, ჩვენ ვტოვებთ ახალისების ახალ ფორმასაც ჩვენ აუცილებლად შემემუშავებთ, რომ მართლაც ამ პროექტმა რომელიც პოლიტიკურ პარტიას გარ ემსახუროს, არამედ მართლაც ემსახუროს კორპუსს და ხალხს. დიახ, მსმენელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ. ალო, მოგესალმებით. ორი შეკითხვა მექნება გენათალე. ნამდვილად სწორი გადმოცემაა და კარი გადმოცემაა. კორპუსებში კი არა. ქუჩებზე, კერძო დასახლებებშიც ყავდათ ესეთი ხალხი და იყვნენ. რომლებიც მოუწოდებდნენ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ემუშავდათ, მაგრამ მეორე შეკითხვა მინდა კიდე. ხო. მაგალითად მე ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო, დიაბეტი, გადაადგილება არ შემიძლია და რამე. შევარდნაძის დროინდელი დანიშნული 22 რალი ინვალიდობის მიშას პრეზიდენტობის დროსაც გრძელდებოდა და აი სანამ 150 ლარს გახდიდნენ, მანამდე ის 22 ლარი მე მეძლეოდა. 150 ლარი როგორც გახადეს სექტემბერში, 22 ლარი მომიხსნეს. რასთან დაკავშირებით თვალები ავახილე, ჯანმრთელობა გამიუმჯობეს და თუ რა ეხლა კანკალით ვლაპარაკობ ამას 83 წლის ხალი. აი 83 წლის ხალი. რა მიზეზით მიხსნით? ეხლა თქვენ ახალ მთავრობაში ხართ. რა მიზეზით რომ მე მიზეზი მე იქეთ რეკავ, აქეთ რეკავ და ვერავინ ვერ მიპასუხა. რატომ მეხსნება რა? გაუჯანმრთელდი? 150 ლარი მე ჩემი სამუშაო სტაჟის მიხედვით მიმით 150-ზე ზევითო არავის არ აქვსო და არჩენ გეკუთვნის 22 ლარი. რანაირი პასუხია განეცით 1-2 სიტყვით ის რომ დავწნარდე მეც. დიახ, ხალბატონო, თქვენ ვინ გიპასუხათ ამ შეკითხვაზე ასეთი პასუხი, რომ თქვენ არ გეკუთვნით ეს დამატებით 22 ლარი? აი, გენაცვალე, ვინ მიპასუხა და ბევრი სტუმარი ყავდათ თქვენ. საერთოდ თქვენთან სტუმრათაც იყო ნოე კინკლაძე რაღაცა და იმან ძალიან სასტიკად მიიღო ეს ამბავი, როგორ მოგეხსნესო, შემოდითო, მოიტანეთ განცხადება. არა მაქვს მე საშუალება, არა მაქვს გადაადგილების ისა, რომ მე წავიდე და განცხადებები შევიტანო. ეგ არ უნდა მოეხსნათო. და სასწრაფოს იმაზე ცხელხაზე რომ რეკავ ჯანმრთელობის სამინისტროში აი ესეთი პასუხია ვისაც გინდა ისკნა 22 ლარი ყველას მოეხსნა და შენც ამიტომ მოგეხსნაო აი ესეთი პასუხია და გამაცით ამ ახალ მთავრობიდან ვინმე ის რომ დარწმუნდე მეც რახან არ მეკუთვნის თუ მეკუთვნის და რატომ 22 ლარი ჩემთვის იცი რას ნიშნავს 22 ლარი კი არა 100 ლარი არ ყოფნის ეხლა ფეხის თითის ის მოკვეთა დაჭირდა მთელი 600 ლარი დაჭირდა ეს რა ხდება გავიგებმე დიდი მადლობა ქალბატონო შეკითხვისთვის მე ქალბატონს უპასუხობ მე მეცნობა ეს ქალბატონი წინა გადაცემაში ბატონი ნოე კინკლაძე ყავდა ჩვენ სტუმრად და ამ ქალბატონმა დარეკა მისი პრობლემა მოახსენა ჩვენ შევთანხმდით რომ ბატონი ნოე მიიღებდა ხუთშაბათს 2 საათზე მას ჰქონდა მიიღება და მიიღებდა ამ ქალბატონს თუ ეს ქალბატონი ვერ მივიდოდა და როგორც ჩანს ეს მას გადაადგილება უჭირს სხვა მისი სახელით უნდა მისულიყო როგორც ბატონმა ნოემ აღნიშნა 22 ლარი პირველი ჯგუფის ინვალიდს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხსნო და აქ შეიძლება ბაზაში იყოს რაიმე პრობლემაო ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვეცდებით რადიო იმედის სახელით გადავამოწმოთ ეს ამბავი და გავარკვევთ რაც შეეხება დედაქალაქის პრობლემების კუთხით თბილისის მერიას თუ შეუძლია ამ კუთხით რადიო მსმენელს რომ ეხლა ეს თემა ბუნებრივი ქალაქის ასე ვთქვათ თემატიკას იურიდიულად ცილდება გამომდინარე იქიდან მოხსენებთ ეს არის ჯანდაცვის პრეროგატივა ასე რომ მეც ჩემის მხრივ აუცილებლად დაუკავშირდები
და თქვენგან ჩავიწერ მე უკვე მონაცემს კონკრეტულს რომ მეც სასურვებ მექნება კავშირი ბატონო ესთან თუ სხვა შესაბამის უწყებებთან. რაც შეეხება ბატონო ჯაბა კითხვა მინდა ჩვენ გაცემს რომ იწურება და მინდა რომ ახალი კანონმდებლობით მერიას უფლებამოსილება იზღუდება. მერის უფლებამოსილება. ჯერ არ არის ამაზე არ დაწყებულ ამაზე მსჯელობა. თუმცა კანონპროექტი შესულია პარლამენტში. სამუშაო ვარიანტია. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადანაწილდეს ბალანსი, რომ დაცული იყოს საკრებულოსა და მედიას შორის? ახალი ველოსიპედი ამ შემთხვევაში არ არის გამოსაგონი. ჩვენ გვაქვს უამრავი მსოფლიო გამოცდილება და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მშვენიერი მოდელები არსებობს ევროპასა თუ ამერიკაში. ის რაც არის დღეს ეს არც ერთ მოდელში არ ჯდება, იმიტომ რომ ეს ამ მოდელს შეიძლება ჩვენ დავარქვათ უგულავა სააკაშვილის მოდელი და ესევე დავტოვოთ და გავაუქმოთ და ეს მე ისტორიის დარჩეს როგორია თვითმმართველობა. მომავალში რა თქმა უნდა ჩვენ ავიღებთ ნორმალურ ცივილურ სამყაროში მიღებულ მოდელს, სადაც ელემენტარულად მერის და საკრებულოს თანაარსებობა ეს არის ერთმანეთსადმი დახმარება და ერთმანეთის კონტროლი. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან ორი შტოა. ერთი არის ეგრეთ წოდებული შეიძლება დავარქვათ საკანონმდებლო შტო, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის საკანონმდებლო ბაზის და მეორე ეს არის აღმასრულებელი შტო მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალაქის მერი და ბუნებრივია მათი თანაარსებობა და მათი ასე ვთქვათ კონტროლი ეს არის სწორედ ის რაც საერთოდ დევს კიდევაც ასეთ შტოებს შორის ურთიერთობაში. დღეს ესეთი ბმა არ არსებობს, ბმა მოხშილილია და ამიტომაც არის ის რაც ხდება სამწუხაროდ ქალაქის მთავრობიდან. მე აუცილებლად ერთი რამ მინდა აი ამ ქალბატონთან ზოგადად თქვა და არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ის რაც გააკეთა ქართული ოცნების კოალიციამ თუნდაც იმით რაც საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტს გულისხმობს მე აი სტატისტიკა რო აიღოთ საოცარი სტატისტიკა 2010-დან 2012 წლის სათვლით შემოსული მოთხოვნების ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე თხოვნების უმრავლესობა ეხებოდა ჯანდაცვას, სწავლების დაფინანსებას, ოპერაციების დაფინანსებას და საკმაოდ დიდი თანხები ამ თვალსაზრისით მიდიოდა ამ მიმართულებით. საყოველთაო დაზღვევამ ფაქტობრივად აი ბოლო სტატისტიკას გადახედოთ თითქმის გაანულა. მხოლოდ აი თუ წერილების 80% ამას ეხებოდა დღესდღეობისათვის მაქსიმუმ არის ხოლმე 5-10%-მდე შემოსული წერილებისა, ისიც თუ აი რაღაც ძიმე დაავადებებზე ის რესურსი ამოწურა პაციენტმა. ასე რომ მე შემიძლია გითხრათ რომ იმ ერთი წლის მანძილზე მთავრობას გაკეთებული აქვს ის პროექტი და განახორციელა ეს პროექტი ჯანდაცვის კუთხით, რომელსაც ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემიძლია თამამად გითხრათ, აი ნებისმიერ დროს წლების და აწლეულების შემდეგაც აი ამ პროექტი ნებისმიერი მთავრობა იამაყებს, ისეთი პროექტია მხოლოდ განხორციელებული, როცა ადამიანებს აქვთ უკვე უფლება და საშუალება საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოს. ეს არ არის 5 ლარიანი პაკეტი, რომელშიც არაფერი არ ფინანსდებოდა. ეს არის პაკეტი, რომელთაც უკვე ოპერაციები, ისეთი დაავადება, როგორც სიმსივნური დაავადებები, ანუ ონკოლოგიური დაავადებები და განსაკუთრებული შეღავათებია. ეს არის ამხელა მნიშვნელობა ადამიანებისათვის და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რა თქმა უნდა ძალიან ბევრია გაკეთებული. ბატონ ჯავა, Facebook-ზე მოვიდა ერთი შეკითხვა განცემის ბოლოს და რომ დაგისვათ, იქნება თუ არა საშეღავათო 20 ლარიანი ვაუჩერები საზამთროდ? კი. ეს დევს ამაზე უკვე გაკეთდა კონკრეტული განცხადება, გაკეთდა რამდენადაც ჩემთვის სომლია ბატონმა კაცარაომ, ქალაქის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა და ბუნებრივია ეს ბიუჯეტშიც გვაქვს საკრებულოს. რა თქმა უნდა იქნება და მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება შეიძლება. მე ხობრობთ ავარიული სახლების გამაგრების პროექტი. სამწუხაროდ რო არ გვეყო, თუმცა აუცილებლად ეს არის კიდე ცალკე თემა. თბილისში ძალიან ბევრი ავარიული სახლი, რომელიც გამაგრებას ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ მოსახლეობას უნდა დაედო საკმაოდ დიდი თანხა. ეს უკვე სახელმწიფო შედის პირდაპირ პროექტით, რომ საცხოვრის სისტემა, კოოპერატიული ბინადრობის თემა, რომელზედაც არაფერი არ გაკეთებულა 9 წლის მანძილზე და უკვე სამთავრობო კომისიის შექმნაზე და უკვე სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან ბევრი პროექტია, ძალიან ბევრი, რომელიც ქალაქი გეგმავს და აუცილებლად 2014 წელს ჩვენ ბევრი ასეთი პროექტის მნახველები ვიქნებით. აუცილებლად 2014 წელს, როდესაც დაიწყება ამ პროექტების განხორციელება, მე ვიმედოვნებ, რომ ჩემი სტუმარი კიდევ ერთხელ იქნებით ბატონო ჯაბა. დიდი მადლობა, ასეთი იყო დღევანდელი
არაფრის. დიდი ასეთი იყო დღევანდელი სოცდისკუსია. მე მსმენელებს შევახსენებთ, რომ მთელი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს. SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co www.sms.co.g ტელეფონი 219 40 მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. რადიო იმედზე.